ამანეთის დეკლარირებისათვის ჩამოტანის სერვისის გვერდზე შეიყვანეთ ინტერნეტ მაღაზიისგან მიღებული ტრეკინგ კოდი, ანუ ამანეთის კოდი. დააჭიროთ ხილაკს დეკლარირება. როდესაც თქვენ პირველად დეკლარირებთ ამანეთ საიტი მოგთხოვთ თქვენი პირადი მონაცემების დაზუსტებას და რამოდენიმე ველის შევსებას. თუ თქვენ არ ცვლით პაროლს, შეიყვანეთ თქვენი მიმდინარე პაროლი და დააჭირეთ დამახსოვრებას. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაადეკლარიროთ თქვენი ამანეთი. მიუთითეთ საწყობის ადგილმდებარეობა, რომლის მისამართიც თქვენ შეწირეთ თქვენი ამ კონკრეტული ნივთის შეძენისას უცხოეთის ინტერნეტ მაღაზიაში. შემდეგ აირჩიეთ ნივთის კატეგორია. თუ ჩამონაცვლაში ვერ მონახეთ თქვენი ნივთის შესაბამისი კატეგორია, აირჩიეთ სხვადასხვა მზა ნაწარმი. აირჩიეთ ის ვალუტა, რომელ ვალუტაშიც მიიღეთ ნივთის შეძენის დამადასტურებელი ინვოისი. მიუთითეთ ნივთის ღირებულება. რაოდენობა. მიუთითეთ საიტი, იმდანაც მოახდინეთ ნივთის შეძენა. აირჩიეთ გსურთ თუ არა რომ გადაიფუთოს თქვენი ნივთი. თუ თქვენი ნივთი ფეხსაცმელია, მაშინ მიუთითეთ გსურთ თუ არა რომ ის გადაიდოს პარკში. აირჩიეთ დაზღვევის სახეობა. ამავე დროს გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულ გაფრთხილებას. თუ თქვენ კიდევ გაქვთ ნივთი ამავე ამანეთის კოდით, მაშინ დააჭირეთ ნიშანს პლუსი და შეავსეთ შესაბამისი ველები. ამის შემდეგ აირჩიეთ ამანეთის მიღების ადგილი. ეს შეიძლება იყოს როგორც ჩვენი ოფისი, ასევე ნებისმიერი თქვენს მიერ მითითებული მისამართი. გაითვალისწინეთ, რომ კურიერის სერვისი ფასიანია. დააჭირეთ ხილაკს დამახსოვრება. ამით დეკლარირება დასრულებულია. თუ თქვენ გსურთ ცვლილებების შეტანა თქვენს მიერ გაკეთებულ დეკლარაციაში, ამის შესაძლებლობა გაქვთ ჩამოტანის სერვისის პირველი გვერდიდან, თქვენი ამანეთის სტატუსის ბოქსიდან.